აციას რო გითხრათ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია რა მდგომარეობა და როგორ შეაფასებთ სამშობლო ოპერაციას? ინფორმაციით უკვე ლოკალიზებულია ცეცხლის კერა. მეხანძრეებს ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ ძალიან რთული იყო მისადგომით. მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, ასე ხათმინდის პარკიდანაც მუშაობდნენ და ქვემოს გოგებაშვილის მეორე შესამოვიდან შესრულებული იქნა. ამ წუთში უკვე ლოკალიზებულია, პატარა კერები არის დარჩენილი, თუმცა საშუალებას არაფერი არ წარმოიქმნება. ბატონო ზავ, თქვენ გაიცანთ ადგილზე სიტუაციას, როგორ შეაფასებთ და თავად სამშობლო ოპერაციას როგორ შეაფასებთ? პირველ რიგში მე მინდა მადლობა მოუხადო მეხანძრეებს, რომლებიც მართლა გმირულად იშრომეს დღეს და რომ არა მათი თავდადებული შრომა ამ ძალიან რთულ რელიეფზე, რომელსაც მათ მოუწიათ დღეს ხანძრის ჩაქრობა, ალბათ გაცილებით ხოლმე ძინებში დაიგოქნებოდა. დიდი მადლობა ბიჭებს ყველას. რასაც ვერ ვიტყვი საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ფუნიკულებს ვერანიდან უყურებდა ძირითადად როგორ იწოდა მთა, ამ დროს აუცილებელია ტექნიკის გამოყენება, ისეთ ტექნიკის, რომელსაც იყენებენ ცივილიზებულ ქვეყნებში ხანძრის ჩასახობად. თუმცა საბედნიეროდ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელება სავარაუდოდ აღარ მოხდება, ყოველთვის მეხანძრები ადგილზე რჩებიან და აკონტროლებენ ხარებს.